Raga dagimalots da ფრიად უცნაური და სხვადასხვა გვარად შესაძლებელი კაცია ამერიკის შეერთებული შტატების ახლა 47 და არც უდიდი ხნის წინ 45 პრეზიდენტი რომ იყო პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. Raga dagimalots და მე ის არაერთხელ გამიკრიტიკები, განსაკუთრებით მისი 47 პრეზიდენტობის საწყის სტადიაზე, მაგალითად იანვრის 20-ში შევიდა ის ოვალურ კაბინეტში 2025 წელს, 5 იანვარში, თებერვალში, მარტში შესაძლოა არ ვიცი. აპრილის 26-მდე, მოდი ასე ვიტყვი, აპრილის 26 ჩემთვის საკვანძო თარიღია, ამაზეც ვილაპარაკებ თუ მოვახერხებ. Datum არის ეს მნიშვნელოვანი თარიღი. როდის გამიკრიტიკებია, განსაკუთრებით, თორე ახლაც არ ვაკლები მეთქი კრიტიკას, ასე ვიტყვი, განსაკუთრებით გამიკრიტიკებია მაგალითად მაშინ, როდესაც ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტმა ტრამპმა მიიღო პრეზიდენტი ზელენსკი, იქ თავარდამნაშავე, ჩემი აზრით, იყო არაიმდენად ტრამპი, რამდენადაც ჯეიდი ვენსი ვიცე-პრეზიდენტი, მაგრამ ჯეიდი ვენსი მეორე თუ მესამე მხრივ იმდენს ვერ გაბედავდა პრეზიდენტ ტრამპისაგან, რომ არ ჰქონოდა ერთგვარი ნებართვა იმაზე, რაც ჯეიდი ვენსმა არ მომედება ამ სიტყვის წარმოთქმა იკადრა, ხო, იქ შეუტია პრეზიდენტ ზელენსკის არ იყო ეს კარგი. საქციელი მე რო ყოფილიყავი იმ ოვალურ კაბინეტში, ასე მაგალითად უკრაინის დელეგაციაში, ხო, როგორ უნდა ყოფილიყავი, მაგრამ მაინც. აი მაგალითად ყოფილიყავი, თავი რომ წარმოვიდგინო, უკრაინის ელჩი შეერთებულ შტატებში პირდაპირ მნიშვნელობით ვამბობ, გული ალბათ გამისკდებოდა. ანუ რაღაც გადატანითი მნიშვნელობით კი არ ვსჯელობ. გული ადგილზე ოვალურ კაბინეტში დასვენებულს ნახავდა, მომასულიერებდა, ვერ მომასულიერებდა საერთოდაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. სხვა დროსაც გამიკრიტიკებია პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია, მაგალითად, აი ბოლო ამბები გავიხსენოთ, ეს უკვე ჩვენი დროებაა, 2026 წელზე ვლაპარაკობ, 28 თებერვალს იცით თქვენ რომ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით შეერთებული შტატების და ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა მოახდინეს აიათოლა ალი ჰამენეის ლიკვიდაცია და ეს იყო ძალიან მაგარი ამბავი თუ გულახდილები ვიქნებით, მაგრამ უკვე შემდგომ აი თებერვლის 28-დან ერთ თვეში თვენახევარში აპრილის დასაწყისისთვის, აპრილის შუა პერიოდისთვის, მაისის დასაწყისისთვის, ივნისის დასაწყისისთვის ისე განვითარდა პროცესები ორმუზის სრუტეში და ირანში, რომ მე კარგად ვერ გავიგე, არ მესმის გულახდილად გეტყვით, რას ემსახურებოდა ეს ოპერაცია, რამდენად ზუსტად იყო ის გათვლილი, რეჟიმ ჩეინჯი უნდა მომხდარიყო? თუ რეჟიმ ჩეინჯი უნდა მომხდარიყო, რატომ ვერ მოხდა? რატომ იყო ასეთი გავბედავ და ვიტყვი გაუთვლელი ოპერაცია მეთქი? იმიტომ რომ ჩვენ საბოლოო ჯამში ვნახეთ, რომ რეჟიმ ჩეინჯი არ მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ აიათოლა ალი ჰამენეიდან დაწყებული და კიდევ რაღაც 184 თუ მეტი არა, სამხედრო პოლიტიკური პირი გაანადგურა შეერთებულმა შტატებმა ისრაელთან ერთად, მაგრამ ჩვენ მივიღეთ 450 ვინც ის და გაცილებით უფრო არაადეკვატური, ვიდრე აიათოლა ალი ჰამენეი და ის 187 თუ 190 კაცი იყო, რომელთა ლიკვიდაციაც მოხდა. მაშინ დასაჭირო იყო რეზა ფეხლევის წინ წამოწევა ერთი ხანობა, იმიტომ რომ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ რეზა ფეხლევი დაბრუნდებოდა ირანში, რატომ იყო გაკეთებული ამგვარი განცხადებები, რომ ხალხო გამოდით და გააპროტესტეთ ხამენეის ლიკვიდაციის შემდეგ. გააპროტესტეთ და თქვენ უნდა აიღოთ ძალაუფლება ხელში, რატომ შეაგულიანეს ირანელები, რომლებიც იყვნენ და არიან რეჟიმის მოწინააღმდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა აქვე გეტყვით, რომ პირადად მე მგონია, რომ ირანის გარშემო პროცესები ჯერ არ დასრულებულა, ირანის თაობაზე პროცესები ჯერ არ დასრულებულა და უფრო ასეთ რუტინულ დაპირისპირებაში გადადის. ერთჯერადად, აი სწრაფი ოპერაციით ვერ მოხერხდა ის, რაც უნდა მომხდარიყოს, გვინდოდა რომ მომხდარიყო და ანუ რეჟიმ ჩეინჯი და ეს გადადის, ისე რომ სახმელეთო ოპერაცია არც დაიწყება და ნამდვილად არ დაიწყება, რაღაც რუტინულ მრავალწლიან პროცესში, რომლის ბოლოს არის უნდა იყოს რასაკვირველია რეჟიმ ჩეინჯი, აღარაფერს ვლაპარაკობ იმაზე, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მართლა კი არ უნდა შეჩერდეს, არამედ უნდა დასრულდეს. იმიტომ რომ ჩვენ ბროტების ღერცთან აგვაქვს აფერა საერთოდაც, რაც ნაკლები ბირთვული ბომბი იქნება მსოფლიოში, ვიცით რომ კარგია. ამერიკის შეერთებულ შტატებს თავის დროზე რომ აღეკვეთა ბირთვული ბომბის
გაკეთება სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან თუ მიერ გაცილებით უკეთეს სამყაროში ვისხობით უმეტეს იმ დროს როდესაც რუსეთი მე კი არ მგონია რომ ასე მოხდება მაგრამ რუსეთი არ გამორიცხავს უცხოში ესე გვიანონსებენ რომ რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს თუ ტაქტიკური და თუ სტრატეგიული ბირთვული იარაღი ბინძური ბომბი ბირთვული ბომბი უკრაინის წინააღმდეგ ეს ყველა სხვას არაადეკვატურებს მისცემს ჩრდილოეთ კორეას ასე მაგალითად ბირთვული ბომბის გამოყენების ჭყალებში უფლებას. აი თუ რუსეთს ეპატია, მე რატო არ უნდა მეპატიოს დაახლოებით ამგვარი იქნება მსჯელობანი ამა თუ იმ არადემოკრატიული ქვეყნის დედაქალაქში და ირანი თუ მას მიეცემა, თუ მას დარჩება ბირთვული ბომბის გაკეთების შესაძლებლობა, ამ არაადეკვატურთა სამეულში რომ იქნება, ეს კი ფაქტია, ორეულშიც იქნება, მეთქი ასე ვიტყვი, სამეულში თუ გნებავთ. ასე ვიტყვი, რომელიც პარიზს თუ ლონდონს, ვაშინგტონს თუ ბერლინს დაემუქრება და დაემუქრება. აბა, საბოლოო ჯამში ახლა პირობითად ტესალონიკში ბომბი არ ჩამოვარდება. ათენში ასე მაგალითად ბერძნებთან დაპირისპირება არ ანაკლები აქვთ. ირანელებს, ირანის ამ არაადეკვატურ ხელისუფლების ნარჩენებს, აიათოლა ალი ხამენეისა და აი ამ აიათოლების რეჟიმს, ხოშუის მისი უკანასკნელი წარმომადგენელი ან ცოცხალია, ან არა, იგულისხმება მოჩთაბა ხამენეი, რომელსაც იდეაში არც ეკუთვნის თუ თქვათ გულახდილები ვიქნებით, აიათოლობა და ირანის მმართველობა, ის მამამისის გასვენებაშიც რო არ გამოჩნდა, კეგეწოდინებათ, თქვენ. ახლა ვუბრუნდები პრეზიდენტ ტრამპს, მოკლედ მე ბევრჯერ გამიკრიტიკებია, ახლაც გავაკრიტიკე პრეზიდენტ ტრამპი, მაგრამ მე პრინციპულად არ მესმის აი ამ კრიტიკას თუ ჩემგან და თუ სხვებისაგან რა აზრი აქვს საქართველოსდან კრიტიკას. ანუ რა იცვლება ამით. ჩვენთვის მე მესმის რომ ჩვენ რაღაც გულს ვიფხანთ, მე ნაკლებად სიმართლე გითხრათ ადამიანები ვინც ძალიან აკრიტიკებენ ტრამპს, მე მესმის ეს ყველაფერი, მესმის რომ მას ვუწუნებთ გარკვეულ პოლიტიკას, მაგრამ აი საბოლოო ჯამში არ მესმის რა ემსახურება ეს ყველაფერი ჩვენს გამარჯვებას. ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ჩვენი გამარჯვება არ იქნება. აი ხლა ამას თუ ვიტყვი. და ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ლიდერი არის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. და დღევანდელი ლიდერი თუ გვინდა რომ იყოს ჩვენს გვერდით ლიდერი და მთელი ადმინისტრაცია, მე არ ვამბობ იმას რომ მაინც და მაინც რაღაც ხმა ჩავიკვიდოთ ყველა საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მეტნაკლებად ობიექტურადაც უნდა გავხედოთ ხოლმე, სწორედ გავხედოთ, შევხედოთ პროცესებს თუ უნებას მომცემთ ასე ვიტყვი. მათ შორის უკრაინის კონტექსტსაც. უკრაინის კონტექსტთან დაკავშირებით აკითხეთ რა იმსახურებდა კრიტიკას, მაგრამ მეორეს მხრივ მიაქციეთ ყურადღება ერთ ძალიან საინტერესო დეტალს. ბოლო წელიწადნახევარია შეერთებული შტატების პრეზიდენტია დონალდ ტრამპი და სწორედ ბოლო წელიწადნახევარია უკრაინა მიიწევს და მიიწევს იმ მიუხედავად იმისა, რომ ასე პირდაპირ ამერიკის შეერთებული შტატები არ ეხმარება და ბევრი საზრით დასაწული საკრიტიკოც არის დახმარების ის გზები და ფორმები, რომელიც ვაშინგტონმა შეარჩია უკრაინის კონტექსტში უკრაინისათვის. ანუ როგორი ფორმები და როგორი პროგრამები შეარჩია. ეს არის ასე მაგალითად ნატოსთვის იარაღის მიყიდვა, ხაზგასმით ვამბობ, და მე უკვე ნატოს დანარჩენი სახელმწიფოების დავალდებულება, რომ მათ გადასცენ სწორედ ეს ამერიკული იარაღი უკრაინას და მოდი ვიყოთ გულახდილები ბაიდენის 4 წლიანი არა 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის იანვრამდე 3 წლიანი მმართველობის პირობებში, როდესაც დაემთხვა ბაიდენის მმართველობას, ბაიდენის პრეზიდენტობას უკრაინის ომი რუსეთის შეჭრა უკრაინაში, უკრაინა ვერ აღწევდა იმგვარ წარმატებებს, როგორ წარმატებებსაც ის აღწევს სწორედ ასეთი ჟიქური, სწორედ ესეთი ბჭყალებში ანტიუკრაინელი ტრამპის ბჭყალებში რასაკვირველია პირობებში და პერიოდში. თუმცა რასაკვირველია, მე დავეთანხმები ბევრ თქვენგანს, ვინც მეტყვის, რომ ტრამპი მაგალითად არასწორი იყო მაგალითად უნგრეთის კონტექსტში, როდესაც მან ღიად დაუჭირა მხარი იმ რუსეთის ტროას ცხენს შუაგულ ევროპაში ორბანს. არასწორი არა, უფრო ზუსტი ვიყო. მე მგონია რომ ბოლომდე კარგად არ არის ახსნილი გრენლანდიის კონტექსტი. იქ ტრამპი ცოტა ხისტია შესაძლოა, მაგრამ თლადმტყუანიც არ არის გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში, იმიტომ რომ იქ არის რუსული და ჩინური ინტერესები გრენლანდიაში და ამის აღმოფხვრა დანიას კი არა მთელ ევროკავშირს არ შეუძლია შეწინააღმდეგება ამ რუსულ-ჩინურ ინტერესებთან და აქედან გამომდინარე ტრამპის ასე ხელაღებით კრიტიკა გრენლანდიის კონტექსტში, დანია გრენლანდიის კონტექსტში, ჩემი აზრით არ შეიძლება, მაგრამ
ტრამპი აგიგით ხარით ხისტია და შეიძლება გარკვეულ შემთხვევებში გაკრიტიკება, მაგრამ კარგად არ მესმის ჩვენ რას ვიღებთ ამით, ანუ რიგითი Facebook იუზერი რომ აატყაბულებს მარტივი კონოტაციით ანტიტრამპისტულ განცხადებებს, ამით რამე მოხდება ვაშინგტონი მე იტყვის რომ ოხრა კარგები ხართ ქართველები ჩვენს გვაკრიტიკებთო ხო ჩვენ უნდა შევხედოთ რეალ პოლიტიკის ჩარჩოებში ფარგლებში ამ ამერიკის ამ ტრანზაქციულ ესე ვიტყვი პოლიტიკას მიდგომებს საკითხებისადმი და მე მგონია რომ ეს უფრო სწორი იქნება ეს არ ნიშნავს იმას რომ ხმა გავიკვიდოთ მაგრამ არც იმას ნიშნავს რომ შენი და მე სიტყვე მივაყოლო ტრამპის გასაგონად თუ ტრამპის მისამართით და ყველა კეთილები მოუკითხოთ მას ან მისი ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელს რომელთა ნაწილიც აი მაგალითად ვიტკოფი ხო ან ჯეიდი ვენსი და ვიტკოფი ხო ჩემი ასაზრებით კრიტიკას იმსახურებენ განა არა კიდევ რასთან დაკავშირებით გამიკრიტიკებია ტრამპი აღარ ვილაპარაკებ ხა ეს რაღაც დეტალებზე და ასე შემდეგ მაგრამ უკრაინას თუ დაუბრუნდებით უკრაინასთან იმართებაშიც და გამიკრიტიკებია მაგრამ შემიქია კიდეც და აქ მივადე ხსენებულ 26 აპრილს არაერთხელ მithქვამს და ახლაც ვიტყვი პეტრეს ტაძარში ვატიკანში გამართა პაპი გარდაცვლილია აღდგომა კათოლიკური და მართლმადიდებლური ერთმანეთს დაემთხვა პაპი გარდაიცვალა მთელი მსოფლიოს ლიდერები პაპი გარდაიცვალა 21-ში 21 აპრილს მთელი მსოფლიოს ლიდერები მათ შორის ყაველაშვილიც ლიდერობას რა უთხარი მას მე ხო ისინი იკრიბებიან რომში ვატიკანში პრეზიდენტი ყაველაშვილი ასე და ქართული ოცნებას შემოგვასაღებს ან ცდილობს რომ შემოასახოს რომ ტრამპაო ხელი სწორედაც რომ ყაველაშვილს დაუქნიაო ისე ამათ რა უთხარი და განმარტოვდებიან ტრამპი და ზელენსკი თუ გახსოვთ ოსტატურად აი დიდოსტატურად უკან ფეხაკრებით გადის იმ პეტრეს ტაძრიდან ემანუელ მაკრონი და ამ ორ ლიდერს ერთმანეთის პირისპირ ტოვებს ეს არის რამდენადაც მახსოვს პირველი შეხვედრა თებერვლის იმ ხსენებული სკანდალური შეხვედრის შემდეგ და კიდე გულის ფანცქალით ელის მთელი მსოფლიო შედეგებს და იქიდან ლიდერები გამოდიან პრაქტიკულად მეგობრები. ახლა სწორედ პრეზიდენტმა ტრამპმა ანკარაში ყოფნა უთხრა რომ შენო შესანიშნავად ართმევ თავსო დაკისრებულ ამოცანებსო ყველა სირთულე უკან არისო და ჩვენი ურთიერთობა კარგსტადია და პრეზიდენტმა ზელენსკიმ უოსტატურესად მეორე ჯერზე უპასუხა რომ ჩვენი მეგობრობა, ჩვენი კარგი ურთიერთობა ახლა იწყებაო და ეს რეჟისორი კაცი ისეთ ნიუანსებს წვდება და ისეთ მოსახლეებში შედის ვიწრო ლიკებში ვიწრო მოსახლეებში მეთქი რომ გაგიკვირდება კაც ზელენსკის გულისხმობ პირველი მოსახლეები და პირველი გენიალური პასუხი ზელენსკიმ ამავე ანკარის შეხვედრაზე ტრამპს გასცა მაშინ როდესაც ამ უკანასკნელმა ტრამპმა შესთავაზა არასწორი სიტყვები არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას რომ შესთავაზა მაგრამ უთხრა წახვალ რამე რო იყოს მოსკოვში და პრეზიდენტმა ზელენსკიმ უპასუხა რომ მოსკოვის თავზე უკრაინული დრონები დაფრინავენ და აქედან გამომდინარე მერწავალო გამოვიდა ხო საშიშიაო და პრეზიდენტი ტრამპი სიზურებული იყო გაეცინა იმიტომ რომ დარბაზიდან აუდიტორიიდან ეს ღიმილს კისკის სიცილი გაისმა და ტრამპს ვეღარ მოაფიქრდა ასე თქვათ თუ მაინც და მაინც მისი ზელენსკის ჩაჭრა უნდა და რა უნდა ეპასუხა ტრამპს ზელენსკისთვის პასუხი როგორი უნდა ყოფილიყო თუმცა მე არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას რომ ტრამპს მაინც და მაინც ჩაჭრა უნდა და ზელენსკისა ეს დროება უკვე უკან მოტოვებულია ასე ჩარჩენილია ისტორიაში ჩაჭრა უნდა და თებერვალში 25 წლისა როდესაც ოვალურ კაბინეტში ვისაუბრეთ ამ შეხვედრაზე ჩვენ შეხვდა ზელენსკის და იქ უსაშინლესი როლი ითამაშა როგორც ჯეიდი ვენსმა ისე იმ ჟურნალისტმა სამოსზე რომ გაუმახვილა ყურადღება პრეზიდენტ ზელენსკის და თუ გულახდილები ვიქნებით იქ პრეზიდენტი ზელენსკი ცოტა თუ მარტივად ვიქნები გაგებული აიჭრა ცოტა ძალიან ძნელიც იყო რომ არ აჭრილიყო იმიტომ რომ ამგვარ შეხვედრას დახვედრას არ ელოდა მე გამიკრიტიკებია ტრამპი ბოდის ვიხდი ეს არ ვიცი გითხარით თუ არა აღარ მახსოვს ალასკის შეხვედრის გამო ხო იმის გამო რომ ტრამპს სხვაგვარი წარმოდგენები ჰქონდა სწორედ უკრაინის კონტექსტზე და კონფლიქტზე და ასე შემდეგ ეხლა ანკარის შეხვედრას დაუბრუნდეთ პრეზიდენტი ტრამპი ანკარაში ჩადის წელგამართული ის ამბობს პრაქტიკულად აი მიწას დაადგამს თუ არა ფეხს რომ აი ამასო ერდოღანზე მიუთითებს თურქეთის მასშტაბურ ლიდერზე თუ გულახდილები ვიქნებით მასშტაბურ ლიდერზე რომელიც
თავისი სახელის სამარადჟამოდ დამკვიდრებას ცდილობს თურქეთის ისტორიაში და ათათურქსაც კი ეჯიბრება, როგორც პუტინი ეჯიბრება სტალინს და უნდა რომ მასზე დიდი სახელი დატოვოს, ერდოღანი ეჯიბრება გარწმუნებთ ათათურქსაც კი და უნდა რომ ათათურქზე დიდი სახელი დატოვოს, სხვა მიმართულებით, სხვა კონტექსტში, სხვაგვარი სახელი, მაგრამ მასშტაბით არ ჩამოუვარდეს ყოველ შემთხვევაში ათათურქს. ხო და აი ამ ახალი ათათურქისკენ და რა, რეჯეპ ტაი ერდოღანისკენ გაიშვერს ხელს დონალდ ტრამპი და იტყვის რომ ეს კაცი რო არ ყოფილიყო, მე ვაქო ჩამომსვლელი არ ვიყავიო, ამ კაცს ვცემო პატივს. უკვე შემდგომ მათი ორმხრივი შეხვედრების დროს პრეზიდენტი ტრამპი იტყვის რომ ყველა ის სანქცია ალბათ თქვა ზუსტი სიტყვა არ არის, ტარიფები, რომლებიც დაწესებული იყო თურქეთის მიმართ თუ წინააღმდეგ მოხსნილია და ერდოღანი ძალიან გახარებულია და ეს რაღაცას აკეთებს. აი რეაქციეთო ყურადღებაო რა თქვაო, ნახეთო რა თქვაო. ერდოღანი გახარებულია, იქ არის მე F-35-ებზე სანქცია ავიაციაზე ლაპარაკი მოიერიშე ავიაციაზე, იქ არის რაოდენობაზე კამათი, კამათი არის ჯელობა და ლამდენს გადასცემს შეერთებული შტატები და ასე შემდეგ თურქეთი მისთვის ადეკვატური სახელმწიფოა, მით უმეტეს ამ ახლო აღმოსავლეთის კონტექსტში და ასევე კავკასიის რეგიონის კონტექსტში, იმიტომ რომ თურქეთის გარეშე გარწმუნებთ ბევრი რამ არ გამოვიდოდა კავკასიის რეგიონში და კავკასიის რეგიონი დონალდ ტრამპისთვის ერთგვარი სამარკო ნიშანია. ყველგან მოვაგვარე კონფლიქტიო რო ამბობს ამას, ხო, ყველგან მოვაგვარა, თუნდაც დავყვეთ ამ ამბავს, მაგრამ განსაკუთრებით ყველგან გამოდის სწორედ აზერბაიჯანის სომხეთის კონფლიქტის მოგვარება და ახალი ეკონომიკური პროექტების დაწყება კავკასიის რეგიონში. მოკლედ, ჩავიდა ტრამპი ანკარაში, ძალიან საინტერესო შეხვედრები გაამართა და მათ შორის შეხვდა ზელენსკისაც. შეხვდა ამ ზელენსკის და ერთი ამბავია ხვდებით, ანუ ელიან, მანამდე პუტინს ესაუბრა, ელიან რომ ტრამპი შეიძლება იყოს ისეთივე საკრიტიკო როგორც ყოფილა აქამდე, მაგრამ ტრამპი აკეთებს ერთ გენიალურ სვას. ამდენს რომ მეხვეწები, რომ იარაღი მომეციო, მიმართავს ზელენსკის. ახლა მე საერთოდაც ერთ სიურპრიზს გთავაზობ. და სიურპრიზი არის ამგვარი. მოდი, შეერთებული შტატები შენ მოგცემს ლიცენზიას, რომ შენაწარმოო ის ესოდენ მნიშვნელოვანი და აუცილებელი უკრაინის თავდაცვისათვის პეტრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემები. ზელენსკისთვისაც შოკია, მეთქი ასე ვიტყვი ეს. ზელენსკიც არ ელოდა ამგვარ სულ და ამგვარ ხელგაშლილობას პრეზიდენტი ტრამპისაგან, რომელიც მანამდე წესით ბჭყალებში დაბოლილი უნდა ყოფილიყო პრეზიდენტი პუტინისაგან, რომელიც აკითხავთ, რომ ამდენიმე ხნით ადრე ესაუბრა სწორედაც, რომ დონალდ ტრამპს პუტინს ახასიათებს ეს, როდესაც ტრამპი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშეა, სწორედ მაშინ უკავშირდება ხოლმე. აქაც ჰქონდა ფორმალური საფუძველი, მათ შორის ფორმალური საფუძველი იყო 4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღის მილოცვა და უკავშირდება ხოლმე და ტარაბუას ასხავს რაღაც თეორიებს, უნვითარებს იმის თაობაზე, რომ დონბასი მისია თუ რაღაც პატარა სოფელი აიღო, რაც არც აუღირა ეგრა მაგის პასუხი. მაგრამ ტრამპი ამჯერად არც არასოდეს დაბოლებულა, მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ ამჯერად მით უფრო არ დაბოლებულა ტრამპი მოусმინა პუტინს და ზელენსკის ეუბნება, რომ პატრიოტის სისტემებზე ჩვენ ლიცენზიას და მოგეხმარებით სწავლაში როგორ უნდა აწარმოოთ პატრიოტის სისტემა საჰაერო თავდაცვისა. ეს არის უნიკალური ამბავი. არავის ეგონოს, რომ 27 წლის მიწურულამდე წარმოება საერთოდ და მით უფრო სრულფასოვანი, სრულმასშტაბიანი წარმოება პატრიოტის სისტემებისა დაიწყება უკრაინაში. არავის ეგონოს, მაგრამ 27 წელს თუ დაიწყება და 27 წლამდე თუ ამერიკელები ასე მაგალითად გერმანელებთან ან ზოგადად ევროპელებთან ერთად საჰაერო თავდაცვის სისტემებით მოამარაგებენ და უზრუნველყოფენ უკრაინას, ეს რა ცუდი იქნება. ან ნახეთ როგორი ვარიანტი, ეხლა მიაწვდის ამერიკის შეერთებული შტატები პატრიოტის სისტემას ახლავე და წარმოება რომ დაიწყება, ისინი დაუბრუნებენ. ეს ვარიანტიც განიხილება უკრაინას იმ მიწოდებულ
სარაკეტო თავდასხმის სისტემებს, რომლებიცაც ახლა ამ წუთიდან მიაწვის შეერთებული შტატები უკრაინას. ახლა მთელი მსოფლიო, ანუ ისინიც კი ვინც ტრამპს აქებს, ანუ ვინც ტრამპს აგინებს, აკრიტიკებს, ლოცვას აღავლენენ მაღალთა შინაღმერთთან, ღმერთისათვის თუ მაღალთა შინაღმერთთან, რომ ტრამპ არ შეცვალოს გადაწყვეტილება და მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს არ არის წამოყრანტალება, შეიძლება რომ ყოფილიყო და იყოს მოყრანტალება. პრეზიდენტი ტრამპი თან მიმდევრული იქნება და უკრაინას მართლაც მისცემენ ლიცენზიას უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმის სისტემა პატრიოტის წარმოების თაობაზე ამგვარი უფლება შესაძლებლობით არ სარგებლობს ბევრი ქვეყნები რიგში არის, მათ შორის ევროპული ნატოს წევრი სახელმწიფოები რიგში არიან, ოღონდაც კი ამერიკამ საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს ამ თვალსაზრისითაც უკრაინა ნახტომით წინ გაასწრებს ევროპულ ცალკეულ მერკელიადაში ჩარჩენილ მერკელიადის აგან თავის დაღწევის მსურველ სახელმწიფოებს. კვლავ კიდევ ერთხელ ვიტყვი, როცა უნდა აღავლინოს უკრაინამ იმის გამო, რომ იმისთვის, რომ ტრამპმა არ შეცვალოს ეს გადაწყვეტილება და არ შეცვლის. ეს არის ერთი ამბავი. მეორე ამბავი არის ის, რომ არ ვიცი გითხარით თუ არა, სწორედ ტრამპის აღარ მახსოვს. პრეზიდენტობის პირობებში უკრაინა მეტწარმატე პარადოქსია თითქოს. პირდაპირ დახმარება პრაქტიკულად არ არის, მაგრამ მეტწარმატებას აღწევს. შეერთებული შტატებისაგან პირდაპირ დახმარების არ მიღების პირობებში უკრაინა ან 25 წლის თებერვლის, უკაცრავად იანვრის 20-დან რაც შედეგად შევიდა ტრამპი ოვალურ კაბინეტში დაბრუნდა კამბექი და და კიდევ ერთი, რაზეც მე მგონი რომ სწორი შენიშვნა გააკეთა ერთ-ერთმა პირმა, ჩვენ არ ვსაუბრობთ, ან ქართული მედია ნაკლებს არ საუბრობს პრაქტიკულად, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აწვდის უკრაინას იმ იარაღს, აი ეს გავლით, ჩერეს, ასე ვიტყვი, უკაცრავად რუსულისთვის, რა იარაღიც არ გამოყენებულა არსად მსოფლიოში და უნიკალური ტექნოლოგიით შექმნილი იარაღია, რაც უკრაინას სჭირდებოდა და სჭირდება და რაც უკრაინის სამხედრო წინსვლასაც განაპირობებს ხმელეთს. აღარ ვლაპარაკობ დრონებზე, რომელიცაც უკრაინელები თავის მხრივად საკმაო რაოდენობით წარმოებენ და ტრამპის ადმინისტრაცია ფრიად აღფრთოვანებულია ამ ტექნოლოგიებით. აი ეს იყო და ეს ისიც თქმაც მინდოდა, თქვენის ნებართვით ახლა სულ ბოლოს მე ჩავხედავ თუ რა ბოდიში ზელენსკიმ დაადასტურა 4 რუსული ობიექტის განადგურება, ეს არის სტავროპოლსა და ტვერში 2, საწვავის დაგროვებისა და შენახვის სარეზერვო საცავი, ნავთობგადამკაცში სადგური უფაში უკრაინის საზღვრიდან 1500 კილომეტრში და ნავთობის ჩამოსასხმელი ტერმინალი როსტოვის ოლქში. კატასტროფა ხდება რუსეთში. ბატონებო და ქალბატონებო, კატასტროფა ხდება რუსებისათვის, რომ ვიცოდეთ, თუ ჩვენთვის ეს ყველაფერი ასაკვირველია, მაგარი ამბავია. კიდევ ერთხელ გადავხედავ სულ ბოლო ცნობებს, თუ რამ არის აღსანიშნავი და გამოსარჩევი. ხო, ზელენსკი ისევ და ისევ ამ თემაზე. რუსული თავდასხმის რუსები ხელფეხს უაზროდ იქნევენ, ესეც აღნიშნოთ და ესეც ვთქვათ. ტაგანროგის ყურეში რუსულ ტანკერებს დაარტყეს უკრაინელებმა და ასე შემდეგ. ბოლო 24 საათში 1310 ჯარისკაცი დაკარგეს რუსებმა. ტვერსა და მიხაილოვსკში ეს გითხარით პრინციპში. ამერიკასაც დაბომბავს. და ბუდანოვის ამ კიდევ ერთი გვირი კაცის და რამდენი გვირი ყავს ამ უკრაინას უკვე ვეღარ ვითვლი, მეთქი ასე ვიტყვი, სულ მინიმუმ მობს გავიხსენეთ თქვენის ნებართვით სწორედ ხსენებულ ბუდანოვს და თავდასხმის მინისტრ ფედოროვს, ზელენსკიზე აღარაფერს ვიტყვი. ბუდანოვი ამბობს, რასაც თავარია, რომ ტერიტორიული კომპრომისები
წარმოუდგენელი არ უკრაინა ნაგლეჯს მისისა არ დათმობს. მე ეს ყველაფერი კარგად მესმის. ბიზნეს ეს ყველაფერი არ ესმის. ბიზნეს უნდა რომ უკრაინა დავარცხდეს. მაგრამ ახლა ბიზნესი აღარ დაგღალოთ ამ ვიდეობლოგიდან 26 წუთის დასაწყისში დავასრულებ შელობას უკრაინა უნიკალურ ტექნოლოგიას მიიღებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან და უკრაინა აგერმე და აგერ თქვენ 27 წლის 4 ივნისისათვის ეს სანეძლაო მაქვს დადებული პუტინი კრემლში აღარ იქნება. ოხ როგორ გაიხარებთ თქვენ ზოგიერთები თუ მე დავმარცხდები, მაგრამ თუ მე დავმარცხდები, ეს საქართველოსთვის უფრო ცუდი იქნება, მაგრამ 4 ივნისს თუ იქნება, არ ვიცი პირობითად 4 სექტემბერს ნახდათ აღარ იქნება. ოღონდაც კი არ იყოს და გადავდოთ თუ გნებავთ 4 ოქტომბრამდე 2027 წლისა. ნახვამდის.